შეიძლება ითქვას, რომ მიკვირს ის ფაქტი, რომ საქართველოში 21 საუკუნეში არსებობს სოფელი, სადაც შეიძლება 20 წელი ადამიანები დენის გარეშე ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას უდენობა წარმოადგენს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის კომუნიკაციის პრობლემა, გზა. ეს არის პრობლემები, რომლის მოგვარება ნების შემთხვევაში და სურვილის შემთხვევაში საკმაოდ რეალისტურია. და არც ის საგანგაშო თანხებთან არ არის დაკავშირებული, რაზეც შეიძლება რომ ვიფიქროთ, დაახლოებით 4 კილომეტრია, რომელზეც სადენებია გასაკეთებელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბოძები ჩასასმელი და აღნიშნულ სოფელს დენი ექნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ და აღნიშნულ სოფელი იქნება ის პირველი სოფელია, რომლიდანაც მე ვიწყებ და განცხადებას ვაკეთებ და შეიძლება ითქვას საარჩევნო კამპანიას ვიწყებ და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი სოფელი საქართველოში, რომელშიც ახალი ხელისუფლების პირობებში აღმშენებლობის პროცესი დაიწყება. დენის პრობლემა და გზის პრობლემა ამ სოფელში დამერწმუნეთ ერთ-ერთი პირველი იქნება მოგვარებული და მე ამ ადამიანებს, ამ სოფლის მაცხოვრებლებს ვაძლევ დაპირებას, რომ მოახლოვებულ ზამთარს აღნიშნულ სოფელში უდენოთ არ შევხვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელი იცლება და ის სავალალო შედეგები, რაც სოფლების დაცლას მთლიან საქართველოში მოყვება, აღნიშნულ სოფელშიც სახეზე იქნება. მე ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტში პირველ რიგში ვიქნები აღნიშნული სოფლის და აღნიშნული სოფლის მოსახლეობის და პატარა სოფლების მცხოვრებლების უფლებების დამცველი. 22 წელიწადზე მეტი არის, რაც შუქი არ აქვს. მოდიან და გვირდებიან, რომ აი ამინდები გამოვა და დაიწყება შუქების გაკეთება, მაგრამ არაფერი ის შუქები არ არის. გაჭირვებაში ძალიან ავართ. შუქი რო კონდეს კიდე არაუშავს. ხალხიც მეემატება, რა თქმა უნდა. ეხლა არავინ არ აჩერდება, მარტო ბებრები გადავშით ამ სოფელში და ეგ არის. ტრანსპორტი ჩვენთან არ მოდის და არავინ არ გვაკითხებს. 20 წელი შუქი არ გვაქვს, ტრანსპორტი არ გვაქვს, მაღაზი არ არის, არაფერი, ექიმი არ გვაქვს, არ ყავს, აი შაშან ძალიან ცუდად ვიყავ და ვერ ამოვიდა სასწაფოი, ძალიან დიდოული იყო, ჩვენ პატრონი არავინ არ არის. ძალიან უკაყოფილებად ჩვენ გამგებლებისგან და ქაერისაი. ვიდება შუქები იქნება, მზის შუქი, აი ამით გამოთქვა შუქები გაკეთება, მაგრამ არაფერი ჩანს, არც შუქი ჩანს, არც არაფერი ჩანს ჯეჯობითა. არც გზა ჩანს კიდევ, გავაკეთებ გზასაო და არც გზას აკეთებენ. ჩვენთვის არავინ არ არის, ჩვენ პატრონი არავინ არ არის, პატრონი სოფელია ჩვენი სოფელი. მამუკა შეხვდეთ ბალიაში შუქი გითხავ, გაკეთება, შუქსაც გავაკეთებ და გზასაც გავაკეთებ. იმედი გვაქვს, რომ გაკეთება, ამას ყველაფერი გვეშლება იმედროსა.